მოგესალმებით 15 ივნისს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია. Ყველა პასუხისმგებლობიანი მოქალაქე მიდის არჩევნებზე, რათა აირჩიოს თავისი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს წევრები. არიან თუ არა მოქალაქეები მზად სრულფასოვნად განახორციელონ საარჩევნო უფლება. ფლობენ თუ არა ინფორმაციას საარჩევნო პროცედურების შესახებ. აქვთ თუ არა შესაძლებლობა დაიცვან თავიანთი უფლებები არჩევნების დღეს. გადავწყვეტ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი თანამოქალაქეები გამოვკითხოთ. თუ იცით არჩევნების დღეს სად და რომელ საათზე იმართება კენჭისყრა? არ ვიცი. თუ კაცავთ ერთი კითხვით რომ მოგმართოთ შეიძლება? ნახოთ კითხვა რა არის. არჩევნების დღეს სად და როდის იმართება კენჭისყრა? 15 ივნისში. რომელ საათზე იხსნება საარჩევნო უბანი? არ ვიცი. საარჩევნო კენჭისყრა. აი რა. რომელ საათზე იხსნება საარჩევნო უბანი? აზი არა, და ას მაინტერესებს. იმიტომ არ მჯერა მაგინის არაფერი. რომელ საათზე იხსნება საარჩევნო უბანი? ალბათ დილით 8 საათს. რომელ საათზე იხსნება საარჩევნო უბანი? 7 საათზე. რა უნდა იყოს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს გამოკრული? გამოკრული ბანერები, რომელიც დაეხმარებათ ამომრჩევლებს, რომ მისცენ სასურველ ადამიანს ხმა. რა უნდა იყოს გამოკრული საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს? ამომრჩეველთა სია. გამარჯობათ, მაინტერესებს იცით თუ არა რა არის მითითებული საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე? ინფორმაცია არანაირი არ მაქვს პირადად. იცით თუ არა რა არის მითითებული საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე? ბიულეტენის წინა გვერდზე ჯერ დარიგდა? არა, არჩევნებზე რომ მიდიხართ, რა არის მითითებული წინა გვერდზე? რა წერია თუ იცით? მე სიას ვნახულობ იმისი ბიულეტენს რო ვაგდებთ. წინა გვერდზე არ უყურებ. ანუ რო ავსებთ ნუ შემოხოცებული კანდიდატი რა წერია ხოლმე თუ იცით? ანუ ჩამოწერილი რომა რომელი პარტიიდანაა და შევარჩევ რომელიც მინდა და მოვხაზავ იმას. ხოლმე წერია? ჰა? ხოლმე წერია? ბიულეტენზე რა წერია? სია წერია ჩამოწერილი კანდიდატების სახელი და გვარი და რომელი პარტიიდანაა. იცით თუ არა რა უნდა ეწეროს საარჩევნო ბიულეტენში? არა. არ მიგიქცევიათ რა ეს? არ ვარ ჩართული მაგ პროცესში. ამდენი კონვერტი და ბიულეტენი გაიცემა თითოეულ ამომრჩეველზე? არ ვიცი, არ მაქვს შეხება არაფერთან ამასთან და არასდროს ამ მქონია შეხება, არ ვიცი ვერ გეტყვი. ამდენი ბიულეტენი და კონვერტი გაიცემა თითოეული ამომრჩევლისთვის? არ ვიცი. ანუ რამდენი ბიულეტენი მოგდით თქვენ არჩევნების? 5. 5? თქვენ პირადად ერთს? თითოს ერთი. კონვერტი? კონვერტიც ერთი. ხომ გაქვთ ინფორმაცია რამდენი ბიულეტენი და კონვერტი გაიცემა თითოეულ ამომრჩეველს? არა. ხალხები გვაქვს მონაწილეობის არჩევნებში? არა, საერთოდ არ ვიცოდი თუ არჩევნები იყო სად რის. იცოდი რამე? არ ვიცოდი. თვითმმართველობის არჩევნები არის? არ ვიცი, ვერ გეტყვით. სად შეგიძლიათ ასახოთ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საჩივარ თუ იცით ამის შესახებ? არა, ნამდვილად. როდის მქონიათ სურვილი რომ პრეტენზია დაგიფიქსირებიათ არჩევნებზე? აი რამე ხმას ვაძლევ და არ ვიცი. თუ იცით სად შეგიძლიათ დააფიქსიროთ საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საჩივარი? არა, ნამდვილად არ ვიცი. არც აღმოგიჩენიათ რამე დარღვევარაზეც პრეტენზია გქონიათ? არა. აი თუ იცით სად დააფიქსიროთ არჩევნებთან დაკავშირებული საჩივარი? არ ვიცი. იცით თუ არა სად დააფიქსიროთ არჩევნებთან დაკავშირებულად რამე საჩივარი დარღვევას თუ აღმოაჩენთ? არჩევნების მსვლელობის დროს თუ დარღვევას აღმოვაჩენ, უნდა მიმართო უბნის მდივანს. შესაძლებელია თუ არა ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად არჩევნებზე? გონი არა. შესაძლებელია თუ არა ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად? არჩევნებზე? არა, ნამდვილად არა. შესაძლებელია თუ არა არჩევნებზე სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა? უკომენტარებთ. შესაძლებელია თუ არა ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად? ნამდვილად არ არის შესაძლებელი. რამდენი ხანი შეიძლება იმყოფებოდეს ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში? ხმის მიცემისთანავე უნდა დატოვოს შენობა. რამდენი ხანი შეიძლება იმყოფებოდეს ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე? ხმის მიცემის თანავე უნდა დატოვოს შენობა. შეიძლება თუ არა საარჩევნო უბნიდან საარჩევნო ბიულეტენის გატანა? ჩემი აზრით არ უნდა შეიძლებოდეს. შეიძლება თუ არა საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო უბნიდან გატანა? არა მგონია. შეიძლება თუ არა საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო უბნიდან გატანა? საარჩევნო უბნიდან საარჩევნო ბიულეტენის გატანა არ შეიძლება, რატომ უნდა შეიძლებოდეს? უღმესი მადლობა. მარტო გადააქვთ იმათ, ვისაც გადააქვთ
გადასატანი 5 იმათ გადააქვთ ეს ბიულეტენები მიაქვთ ოჯახში. ვინც არის ავად? შეიძლება თუ არა საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო უბნიდან გატანა? არა. თუ იცით რა უნდა წარმოადგინოს ამორჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად? პირადობის მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ალბათ ბიულეტენი, რაც მოვა ანუ სადაც ცხოვრობს. რა უნდა წარადგინოს ამორჩეველმა საარჩევნო პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად? პირადი ბარათი, ანუ პირადობის მოწმობა. სადა როგორ აძლევს ხმას ამორჩეველი არჩევნებში? ამორჩეველი არჩევნებში საარჩევნო უბნებზე აძლევს ხმას. ჩვენი უბანი სადაც არის? მე სადაც ცხოვრობ, იმ ტერიტორიულად, იმ სიახლოვეს არის საარჩევნო უბანი, სადაც ოთახში ტერიტორიულად სადაც ხმას. ოთახში აი ჩვეულებრივად და ფარული ის არის ფარდებით დამზადებული და შემდეგ გამოგვაქვს და ყურით ყუთში. თუ იცით არჩევნებში სად და როგორ აძლევს ამორჩეველი ხმას? ისა ხმას აძლევს თავის უბნებზე და საჯარო მოხელეები არ ერევიან ამ არჩევნებში და თავის უბნებზე. მე მაგალითად ვიცი რომელი სკოლა ამ მეშვიდე სკოლაში ვაძლევ ხმას თვითმმართველ არჩევნებზე. როდის გადის ამორჩეველი მარკირების პროცედურა? როგორც ხედავთ, სამწუხაროდ მოქალაქეების დიდი ნაწილი არასათანადოდ არის ინფორმირებული არჩევნების დღის შესახებ. როდესაც შეიძლება ხმის მიცემა, რა მოითხოვება მოქალაქეს საარჩევნო უბანში გამოცხადებისას. როგორია კენჭისყრის პროცედურა, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა. ამ და სხვა თემებზე მოქალაქეების ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი საფრთხეს უქმნის სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას. ჩვენ ხა ვიმყოფებით ბათუმის ნომერ 79 საარჩევნო ოლქში, სადაც ოლქის იურისტი მალხაზ ბოლქვაძე მოგვითხრობს, რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ვიყოთ სამართლებრივად ინფორმირებული მოქალაქეები და შევძლოთ საარჩევნო უფლებების რეალიზაცია. მოგესალმებით ბატონო მალხაზ, უღრმესი მადლობა რომ გამონახეთ დრო და შეგხვდით. ეხლა კი გადავალ შეკითხვებზე. რა უნდა იყოს გამოკრული საარჩევნო უბანში კენჭისყრის დღეს? მოგესალმებით. კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში არის გამოკრული აუცილებლად ამორჩეველთა სიები, სადაც ამორჩეველი მიდის და ნახულობს საკუთარ თავს და თავისი ოჯახის წევრებს. არიან თუ არა ისინი სიაში, ასევე გამოკრულია კანდიდატების მონაცემები, ანუ პარტიების მონაცემები, ვინც პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობს, საარჩევნო ბლოკების მონაცემები, ასევე მაჟორიტარი კანდიდატების სახელები, გვარები და ასე შემდეგ. ამ არჩევნებზე ასევე გამოკრული იქნება ასევე მერობის კანდიდატის მონაცემებიც, სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რაც ჭირდება ამორჩეველს. რამდენი ხანი შეიძლება იმყოფებოდეს ამორჩეველი კენჭისყრის შენობაში? კენჭისყრის შენობაში ამორჩეველი შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ იმისათვის, რომ მან მისცეს ხმა, ანუ ის შედის შენობაში, აჩვენებს თავის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, ღებულობს საარჩევნო ბიულეტენს და სპეციალურ კონვერტს რეგისტრატორისაგან, მიდის საარჩევნო კაბინაში, შემოხაზავს სასურველ კანდიდატს. შემდეგ ამას გადაკეცავს, მოათავსებს სპეციალურ კონვერტში, გამოდის კაბინიდან და მოათავსებს ამას ყველაფერს საარჩევნო ყუთში. ამის შემდეგ ის ტოვებს კენჭისყრის ოთახს. სად შეიძლება ასახოს საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული საჩივარი? უბნის კომისიის მდივანს გააჩნია ჩანაწერთა წიგნი, რომელსაც აქვს მე-10 გვერდზე სპეციალური ადგილი, სადაც შეიძლება საჩივრები იქნეს ჩაწელილი უშუალოდ აი მე-10 გვერდიდან მოყოლებული შემდგომ გვერდებზე. ასევე შეიძლება ვთქვათ ნებისმიერს, ვისაც აქვს სურვილი საჩივრის შეტანის, ცალკე დაწეროს საჩივარი, ჩააბაროს უბნის კომისიის მდივანს, გაატაროს ის სარეგისტრაციო ჟურნალში და ასეთ შემთხვევაში ეს საჩივარიც არის მისაღები და განსახილველი. რა უნდა იყოს მითითებული საარჩევნო ბიულეტენის პირველ გვერდზე? საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდზე არის მითითებული აუცილებლად იმ კანდიდატების მონაცემები, ვინც მონაწილეობენ არჩევნებში, თუ არის ეს პროპორციული ბიულეტენი, მან არის ჩამონათვალი პარტიებისა და ბლოკების თავიანთი რიგითი ნომრებით, რომელიც უნდა შემოხაზოს ამორჩეველმა. თუ არის მაჟორიტარული არჩევნები, არის კონკრეტული სახელი და გვარები პიროვნებების და მათი წარმოდგენის სუბიექტები, თუ არის მერობის ბიულეტენი, მერობის არჩევნების, იქაც არის სახელები და გვარები და ის ჩამონათვალი თუ ვინ წარადგინა ეს ადამიანები არჩევნებში. რა უნდა იყოს მითითებული საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე? საარჩევნო ბიულეტენის უკანა გვერდზე არის მითითებული ადგილი სპეციალური იმისათვის, რომ რეგისტრატორმა დაუსვას საკუთარი სახელი და გვარი და ხელმოწერა გააკეთოს
და დაუსვას უბნის კომისიის ბეჭედი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ბიულეტენი არის ნამდვილად გაცემული უბნის მიერ, დადასტურებულია რეგისტრატორის ხელმოწერით და ბეჭედიც ადასტურებს, რომ არის კომისიის მიერ გაცემული. შესაძლებელია თუ არა ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად? სხვა პირის ნაცვლად მიცემას კანონი კრძალავს, ანუ ადამიანმა თვითონ უნდა მისცეს ხმა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მას ფიზიკურად ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია ხმის მიცემა, მას შეუძლია შეიყვანოს, ასე ვთქვათ, მიიწვიოს კაბინაში სხვა სრულწლოვანი ამორჩეველი და სთხოვოს მას, რომ მის ნაცვლად განახორციელოს ეს მექანიკური მოქმედება, ანუ შემოხაზვა კანდიდატის. როცა დაუძახებს და შეიყვანს, ეს ადამიანი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგრამ ის არ უნდა იყოს აუცილებლად არც კომისიის წევრი, არც დამკვირვებელი, არც სუბიექტის წარმომადგენელი და არც მე მგონი მედიის წარმომადგენელი არ შეიძლება. ანუ ამ შემთხვევაში უნდა იყოს სხვა რიგითი ამორჩეველი. როგორ იქცევა კომისიის წევრი და ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენის შევსების და შეცდომის დაშვების შემთხვევაში? თუ კი ამორჩეველი ჩათვლის, რომ მას მოუვიდა შეცდომა, მას აქვს უფლება ეს ბიულეტენი გამოიტანოს საარჩევნო კაბინიდან, დაუბრუნდეს თავის რეგისტრატორს, დაუბრუნოს ეს შეცდომით შევსებული დოკუმენტი და შესაბამისად გაკეთება ამ ბიულეტენზე წარწერა, მას კუთხე ჩამოიჭრება და გაუკეთებს შენიშვნას როგორც რეგისტრატორი, ასევე უბნის კომისიის თავმჯდომარე, რომ ბიულეტენი გაბუჩდა, ამის შემდეგ ამორჩეველს მიცემენ ახალ ბიულეტენს. უღრმესი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. მადლობა. მადლობა თქვენც ასევე. კენჭისყრის პროცედურების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებისთვის ჩვენს კითხვებს ბათუმის 79 საარჩევნო ოლქის სპეციალისტი მაია თხილაიშვილი უპასუხებს. მოგესალმებით, გმადლობთ რომ დაგვთანხმდით შეხვედრაზე. მე კი ახლა მოგმართავთ პირველი კითხვით. სად და როდის იმართება ხმის მიცემა? ხმის მიცემა იმართება კენჭისყრის შენობაში რდილის 8 საათიდან არჩევნების დღეს. როდის გადის ამომრჩეველი მარკირების პროცედურას? ამორჩეველი მარკირების შემოწმების პროცედურას გადის დილით რომიდის უბანზე შესაბამის კომისიის წევრთან, რომელიც უმოწმებს შესაბამის ხელსაწყოთი დაანათებს, შეუმოწმებს მარკირებას და მერე გადაინაცვლებს ამომრჩეველი რეგისტრატორთან. რა უნდა წარმოადგინოს ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად? ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, თუ არის დევნილი, აუცილებლად შესაბამისი მოწმობა. როგორ ხდება ამომრჩევლისთვის საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა? ამორჩეველი მიდის რეგისტრატორთან, მარკიდასთან პირადობას აწოდებს, ჯერ უკეთებს მარკირებას, შემდეგ ეძებენ შესაბამის გრაფაში ამომრჩეველს, იდენტურობას ამოწმებს რეგისტრატორი ამომრჩევლის და შემდეგ აწვდის იმდენ შესაბამისად, რამდენი ბიულეტენიც არის არჩევნების დღეს, იმდენ ბიულეტენს ხელს მოაწევს რეგისტრატორი ბიულეტენს, დაუსვამს ბეჭედს და ამორჩეველი ბიულეტენით გადაინაცვლებს კაბინაში კენჭისყრას. რამდენი კონვერტი და ბიულეტენი გაიცემა თითოეულ ამომრჩეველზე? ერთ ამორჩეველზე გაიცემა იმდენი ბიულეტენი, რამდენიც დადგენილია ამ არჩევნებისთვის, ხოლო კონვერტი გაიცემა თითო ამორჩევლისთვის ერთი ცალი, ერთი კონვერტი. შეიძლება თუ არა საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო უბნიდან გატანა? საარჩევნო ბიულეტენი არის სახელმწიფო საკუთრება და არ შეიძლება მისი უბნიდან გატანა და არც განადგურება. ინტერვიუს დასასრულს ბოლო კითხვით მოგმართავთ, რომელ საათზე სრულდება კენჭისყრა? ხმის მიცემა სრულდება 8 საათზე, იკეტება შენობა. ამ ითვლიან რიგში მდგომ ამომრჩევლებს კომისიის ერთ-ერთი წევრი და ის ამომრჩეველი, რომელიც 8 საათისთვის არის რიგში, ისინი მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ დროს დახურულია შენობა. დიდი მადლობა საინტერესო პასუხებისთვის, გისურვებთ წარმატებებს.